როდამდენია ანუ რაღაცა კომპანიის გაკეთებული არა. მაგდენ გრაფიკა ჯერ მესმის და მე ვაგეთე. არა, ბენჩრეზე რო იყო. რაღაც კომპანიის მიერ იყო დამზადებული. ირაკლი კეკუსაძე P35X. ვაჭრიძე ანდრია, Red Wolf-ი, Daystate, 4.5 კალიბრი. აბა ჩვენ ვიცით. თამაზი ქივიშაური M60. საბალუხოშვილი Snowpeak ისა T-Rex-ი. ახალი გვარი არა. გია ხმალაძე, ჯისიმაგი. გიორგი წერეთელი, Snowpack P35X. გამლეთ აკოპოვი, პროფექტორი. ნოდარი ძლიერშვილი, P35X Snowpack. გია ბაბაშვილი, Snowpeak P35. წყალობადი დავითი P35X Snowpeak-ი. ელიზბარი ლაცავიძე, გამოფურია იარაღი. გოისაშვილი გოგიტა P35X. გუკი ქიტოშვილი Delta Wolf-ი. სახელი გვარი იარა. მიხეილ გვედაშვილი, იარაღი GoPro 12. უგემრიელესია ხინკაიც რომ მოეყოლებინათ. გაიდი აფენი. აფენი, თქვენთან ნამყოფი ვარ და ძალიან გემრიელი ხინკალი გაქვთ, ასე რომ შეგიძლიათ მე შემდეგში გაითვალისწინოთ. აფენის ლუდი სხვა დროსაც გამისინჯავს კახეთში ყოფნის დროს და ძალიან მიყვარდა და რომ გავიგე რომ სპონსორი იყო, მაგიტომ მივიღე მონაწილეობა. ლუდის გამო. ჩემს მეგობართან დავარეკლამე, მეთქი უგემრიელესია. ჯამში ესე იგი დავიწყებ ჩორიდან, როგორც ხვევია ხოლმე. ჯერ პირველ რიგში გვინდა პატივიცეთ იმ თაობას, ასე ვთქვათ, რა, რომელიც ჩვენს მერე მოდის რა და რომლისთვისაც ასე ვთქვათ, ვშრობობთ, რომ რაღაცა დაუტოვოთ ხოლმე რა, კვალი, ასე ვთქვათ, ხო? ამაში გვეხმარება კომპანია ByteLab-ი და ესე იგი გვჭირდებიან ჩვენ ახლა აქ დასასაჩუქრებლად. ანდრია ვაჭრიძე. ბაბაშვილი. შენ კომპანია ByteLab-ისგან გადმოგეცემა სასაჩუქრად ძალიან ლამაზი საათი იმედია მოგეწონება. წარმატებები შემდეგში საპრიზიო როფულებში გვენახე. აი.
Так, და მეორე საბა ალდუხოშვილი. მოდი რას იფანჩები კაცო. ისევ კომპანია Bytes Lab-ისგან შენც ასევე სასახელოდ ძირზავი ვარ და ბოდიში. და ესეთი ლამაზი პატარა საათი. წარმატებები შემდეგში სულ პრიზიორებად გვენახეთ. აი ბატონო, ეს ბავშვები ახლა დავასაჩუქრეთ. როგორ? მერე სადაკავს ბავშვები, მაიყვანეთ. აი, ხა ეს ხომ არ მქონდათ. აზო. კარგი, ეხლა ასევე შორეული ერთ-ერთი დაღეჭილი თოფის პატრონი, რომელსაც აშკარად შერემონტება ჭირდება, ოღონდ ვიზუალური და არა ტექნიკური. ეს იქნება ბატონი თამას ქიბიშაური. ასე გავიგე რაღაც გარეგნულად კარგად არ გამოიყურება მაგის თოფიო. ასე რომ ჰიდროგრაფიკ ჯორჯია გთავაზობს უფასოდ რა 400 ლარიანი ვაუჩერის ფარგლებში შენი თოფის შეღებას და გალამაზებას. Так, давай ხა მითხარ რომელი ეს ხომ არ გინდა? ეგრე რომელია? სიგელები გავუშვათ როგორ? და ესეც. კარგი ვარ. ეს მე გავუშვათ. ეხლა ქალბატონებისთვის გვაქვს კიდე რაღაც პატარა სასაჩუქრე ვარიანტი, იმიტომ რომ კი მესმის ახლა ბიჭები უფრო აქტიურობთ ხოლმე საერთოდ სროლაში და იარაღთან მიმართებაში, მაგრამ სასიხარულო რომ აირგაში აი გოგოები შემოგვერდნენ რაღაცნაირად და ნუ გვიტყვენთ, მაგრამ რაღაცნაირად გამოყოფა გვინდა რომ აი ეს მანდილოსნები ახერხებენ ამ საქმეში ჩართვას და თავისებურ რაღაც სილამაზის შემოტანას ამ მამაკაცების სპორტში. ამიტომაც თუ შეიძლება ახლა 5 ქალბატონი გვყავს რამდენადაც ვიცი? სად არიან? 1 2 3 4 5. ძალიან კაი. მოკლედ პირველი ეს ჩვენგან გექნებათ 5 სასახელო სიგელები. სად არიან სიგელები? გამოცხადეთ სახელები უკა ქიტოშვილი. მოგითხარით სარიელი არ დახო. წარმატებები. გაცვახ. მიდი შენ თქვი. ანცულაია მაია. სად არის? აგერ არის. იაბოლქვაძე. მადლობა დიდი. აბა. ბარბარე ბესწავიშვილი. ნინო ნოზაძე. ნინო სამსახურშია და დავწევოთ აქ. წავუღე მას. აქ მომეცი აქეთ. აი გავდებ. კარგი ბატონო. მაშინ გავაგრძელოთ ისე იგივე, ხო? კარგი, ნუ ახლა ეს პატარა ვარიანტი იყო ქალბატონებისთვის, მაგრამ ქალბატონებისთვის კიდე რაღაცა გვაქვს სასურპრიზე რა, მოკლედ ესე იგი ვიჩაგრებით რა კაცები რა პრაქტიკულად რა. გვიბიძგებენ რაღაც ევროპული ვარიანტებისგან. ესე იგი მაღაზია ნინი სტორისგან სასაჩუქრეთ. პატარა სასიამოვნო მაროები ეხა საფხული მოდის ცხელა და მოსანიაებლად ქალბატონებს გამოადგებათ. ისე ვკითხოთ მოხვიდეთ ხელახლა. გაწვალებთ, მაგრამ რა ვქნა და საჩუქრები თუ გინდათ უნდა მოხვიდეთ. და არიგეთ და რა პრობლემა. მადლობა. Так, ну მეხუთე რა. არ დახვიდეთ ქალბატონები. აპ არავითარ შემთხვევაში. და ეხა დამაგვირგვინებელი მთავარი პრიზი ქალბატონებისთვის ეს არის პონტე ვერიოს ბეკიო გოდიში. სასაჩუქრე ვაუჩერები ასე ვთქვათ.
საკმაოდ სოლიდურ თანხაზე. 500 ლარიანი ვაუჩერები გეკუთვნით ბატონო. ეუ, მაგას რა ჯობია, აბა თქვენ ამოარჩევთ ეხლა თუ რაღაცა გაიტანთ იმ მაღაზიას. თავისი ბუკლეტით და ვაუჩერით, ანუ სრული ინფორმაცია ამ საიუველირო მაღაზიას და გაიცნობთ. მადლობა ძალიან. კარგი. ნუ სამწუხაროდ მეტი არაფერი აღარ აქვს თქვენთვის. წარმატებების შემდეგში პირველ ადგილებზე მენახეთ სოფელში. ჩევძელით აღერადი. კარგი ბატონო. ეხლა გვყავს კიდე ერთი. უარი არის ხმამაღლა იგი. მაქსიმალურად ვიყვირებ, აი ეს ხმა ჩახვრილი წილი მაქვს ვიღარ მიარგარ. ეხლა უკვე გადავდივართ ბიჭუნებზე, მაგრამ ბიჭუნებში ერთი გოგონაც გვეყოლება ეხლა, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ. იმიტომ რომ დასაჩუქრებას დავიწყებთ ძალიან შორიდან. შორი კი იქნება მერვე ადგილი. მერვე ადგილი დიმიტრი გიგინეიშვილი 355 ქულით. მაინც რაღაცა ხოწაიები. კომპანია იატაგანისგან 200 ლარიანი ვაუჩერი ოპტიკის შესაძენად. გაიხარეთ, დიდი მადლობა ყველას. ეხლა რომ ამობდი მაგალითად ქალბატონი მეთქი იქნება მეთქი აი კიდე ერთხელ არის ქალბატონი ამჯერად ისე გუკა დაგვიბრუნდით თუ შეიძლება კიდე ერთხელ საპრიზოში შეიძლება. მე-7 ადგილზე 357 ქულით და 357 მაგნუმი უყარს ხოლმე ქალბატონის მე ესე გავიგე საერთოდ ისე კომპანია იატაგანისგან 200 ლარიანი ვაუჩერი ოპტიკის შესაძენად. კარგი, ესე იგი ხა მე-6 ადგილი და 359 ქულა. ეს რაღაც 359 მაგნუმი ეთყობა რაღაც განსხვავებული კალიბრია, არ ვიცი აქამდე არ მსმენია. გია ხმალაძე. უი მე და შენც ასევე 200 ლარიანი საჩუქარი იატაგანისგან ოპტიკის შესაძენად. ეს მაგარი. დიდი მადლობა. კარგი, ესე იგი, შემდეგი გვეყოლება ბატონო მე-5 ადგილზე გასული. თუ გახსოვთ ეხა რომელი გახვედით იქ რაღაც კონდათ ქიშპაობა ხო რაღაც ერთი ქულით იქით ერთი ქულით აქეთ რაღაცა. ქულები გაქვთ ერთნაირი. მე-5-ს და მე-4 ადგილს. ასე რომ თუ შეიძლება ზურაბ ხოშტარია და დავით რუსიშვილი გამოცხადდით 366 ქულით, ნუ დათომ 1x-ით მეტი დადო, 4x-ი დადო, ზურამ 3x-ი დადო. წარმატებები გილოცავთ. კომპანია იატაგანისგან ისე 200 ლარიანი ვაუჩერი ოპტიკის შესაძენად. ატაღლილები ხარ გეპატი. ოი, კაი, მოკლედ ასეა ვისია, უკვე ჩამოვედით როგორც იქნა საპრიზიორო 3 ადგილზე. პირველი, მეორე, მესამე. ესე იგი, თავგამეტებით იბრძოდა ხალხი, განსაკუთრებით მესამე, მე-4 ადგილზე, თუმცა პირველ, მეორე ადგილზეც არანაკლები ბრძოლა მიმდინარეობდა. ესე იგი, ვაკ ჯერ არ ვიცი ხა როგორ დაგასახელოთ, ალბათ მესამედან დავიწყოთ, ხო ისე? ტრადიციულად, ხო? ირაკლი კეკუსაძე. ესე იგი, სადა ამ კაცისთვის ესე იგი ჯერ დებიუტი შედგა ადამიანის ძალიან კარგად. მესამე ადგილი. ეს შენ სერტიფიკატი ბატონო რომ მიიღე ნამდვილად მონაწილეობა და გახვედი მესამე ადგილზე თავის ქულების რაოდენობით. ასევე რა თქმა უნდა მედალი მესამე ადგილის. ოპს. მოდიაკ. აბატონო. და ეხა არ წახვიდე, ხო, ნუ ეს ასევე მედლის შესადებად ვაუჩერ ჩაგიდებ. აჰა, და ბარემ იატაგანისგან ვაუჩერი ამჯერად 400 ლარიანია. ისე ოპტიკის შესაძენად, რა თქმა უნდა. დედაფერია ესა რა თანხაში. კაი, მაიცა ახონ არ წახვიდე ხა, როგორც წინაზე იყო ხოლმე რაღაც პატარა წილეშკა დაგჭირდება რა შენც რა. ესე იგი, კომპანია Sniper G-სგან არის ასეთი გადასარევი მაღაზია. ყოველთვის ჩვენს გვერდით დგას ხოლმე და კაი საჩუქრებს სთავაზობს ჩვენს მოგებულებს. მოკლედ, დანა,
რემინგტონის კომპანიის სახელით. ძალიან დიდი მადლობა. კომპანია მეტეორისგან გამოგადგება ზეთი იარაღის გასაწმენდად. ოფისი ზეთია, ხო თუ? ოტისი ზეთია კი. ოტისი არა ის არის, ჰოპერ 9 არის. პირიქით. ერთ-ერთი ჰო ფასიანი და ძვირიანი. მაღაზია ფოტოშოპის. მეტეორიანი ძალიან მნიშვნელოვანი მაღაზია. ეხლა კიდე გექნება სპარკოსგან საჩუქარი. წვადები თუ გიყვარდა ქართველი თუ ხარ მაშინ დასაშველი ესეთი მაყალი გამოგადგება აუცილებლად. აღვნიშნავია. გაშლი და აწი ხელი აწი აეგრე აი მადლობა. სულ რაღაც 400 გრამი ჯიბეში ჩაიდე. და კომპანია ჯიშიაშვილების მარანისგან. ესეთი ლამაზი კაცითელი საჩუქრად. ოღონდ ნუ ჩათრები ახლა დღეს რა. წარმატებ შემდეგში პირველ მეორე ადგილზე გვენახე ბატონო შენ თავი. აი დებიუტი იყო. ხონვა პირველად გამოხვიდე და ახლა ეს რაღაც შეგიდადო. იოლი არ არის. კარგი, ეხლა გადავიდეთ მაშინ მეორე ადგილზე. ვინ არის მეორე ადგილზე თუ იცით? მეორეზე? მოიწყო ვინ? ვინ არის მეორეზე და არა. ზაზა ლუხოშვილი, მოკლედ ეს დინასტია ხო მოკლედ ვერ მომიცილეთ რა. 378 ქულით. Так, ილოცავ გამარჯვებას. პირველი, ეს რა თქმა უნდა შენ სერტიფიკატი. რა თქმა უნდა, медали. მოდი, გადმოგცეთ ესეთი მეორე ადგილის. ესეც შესაბამისად медаლის ჩასადებად, მაგრამ სანამ ამასთან ბატონი ჩალიკო კომპანია იატაგანის ვაუჩერს 400 ლარიანს შეიძლება ოპტიკა შეიძინო და მან გამოიყენო. ეს მაიც საწახვედი ახლა როგორ ფიქრობ მესამე ადგილმა რაღაცები წაიღო და შენ მარტო ეს იყავი? так, სნაიპერ ჯისგან გადასარავი იარაღების მაღაზია ასე ვთქვათ, ჩუქნის სმით ვესონის სახელობის დანას. დანა კაია, ძალიან კაი, კი, გადასარავი რაღაცა. ასევე სპორტულ სათევზაო მაღაზია მეტეორისგან ისევ და ისევ ჰოპერ ნომერ 9 ზეთები, ამჯერად რომელი არის? ფერით. აზრი არ ქონია. თევზაობას მიყვარს იგი მაგრამ. ძალიან კაი. ისევ ხელი ატია სპარკო, ჩვენი სპარკო აქ არის და როგორც ნამდვილ ქართველს მწვადის მოყვარულებს ყოველთვის გთავაზობთ ბატონო ესეთ მაყალს დასაშლელს შეგვიძლია ხოლმე შეწვა ხოლმე. და რა თქმა უნდა ჯიშიაშვილების მარანისგან აი ესეთი ღვინო. მაგდელი ხელი აღარა. გავქნა გამოიბი. მოკლედ ამჯერად თავისუფალი ხარ, всё, ეს იყო სულ. იმედია შემდეგში პირველ ადგილზეც გნახავთ. მოიცა, დარჩენილი. დუი დაგჩენია კიდე რაღაცა, დაბრუნდით უკან. პუბლიკას ვითხოვთ უკან დაბრუნდეს კიდე. მეორეზე. კი. პირველი მეორეზე. პონტე ვეკიო. საიუველირო მაღაზია პონტე ვეკიო. ასევე 500 ლარიანი. ბიჭო, ეხლა მოკლედ ოჯახში ბედნიერება გვაქვს, იმინა ფული ვიშოვეთ. კაცი, წაუღეთ ედიკოს ერთი ისედაც ჰქონდა, ეხლა მეორე დაამატა. მაგარი ნამქვევა. კარგი ბატონო. და ეხლა არ ვიცი ალბათ რო არსებობდეს რამე პრიზი ისეთ ვარიანტში, რა ყველაზე დაღუნული და ჟღანიანი თოფი. ესეთი კლასი. კიდე ეს არის რა. მოკლედ ამ კახელებმა არ გაგვახარეს რა თუ რამეა ყველაფერი იჭერენ და მიაგვთ ხოლმე კახეთში მიაქანებენ. ერთხელ დასავლეთ საქართველოში უნდა რამე წაიღეთ რაღაცო რა. მოვერეთ ხინკალი. არა, ვიქო გაუკვირდა. ყველა ისავე. დაღუნული თოფით კაცი მეორეჯერ ამის
მანქანა კარში რასაკეთებს რა წარმოიდგინეთ ერთი თვის წინქნა ეხა იგივე გააკეთა ვერ მოგიცილეთ რა ვერ მოგიცილეთ შენ პირველი ადგილი მოწიე შენი გამხმარი თავი ეხა მეტალის ჩამოკიდოთ პირველი ადგილის так ეხლა ეს მედლის შესანახად მაგრამ ცარიელს არ მოგცემთ ისე იქნება კომპანია იატაგანისგან 400 ლარიანი ვაუჩერი ოპტიკის შესაძენად ბატონო ეს უკვე შეინა ბიჭო რა მინდა კითხო წინაზე გახსოვს ბევრი რაღაცა წახვედე და თუ გაითვალისწინე და თუ წამოიღე რამე საგორიალო არა მაშინ მოგიწევ ხელი წაღება ხა დანარჩენი რაღაცეების მანქანა ჩამოვედი შენ მანქანა აჰა შენი მანქანა ხარ ჩამოსული ძალიან კაი კარგი მაშინ სნაიპერ ჯისგან კი ბატონო მე თანახმავა ო ბიჭო სნაიპერ ჯისგან ისეთი მაგარი რაღაცა არის მაგას ნეტყვე მეც მომდის რა ჯერ მარტო შეფუთვას რო შეხედავ მე მეტი რა ინტერესებს ამი საჩუქებია და აბრუნე შენი საჩუქები აი რამე იცი კაი კინკა ჰელეს დანა ჯერ მარტო შეფუთვა აქ როგორი ნახე ოპა და ფინური სანადირო რაღაცა აი ძალიან გემრიელი მოკლედ კომპანია სნაიპერ ჯის დიდი მადლობა ჩვენგან და რა თქმა უნდა პირველი ადგილის მფლობელისგან ხო? მე რა თქვი შეკაცო პირველი ადგილის მფლობელისგან აბა აი დიდი მადლობა მაგარი კაი კომპანია მეტეორისგან ესეც სათევზაო მაღაზია არის საჩუქრად გეკუთვნის მადლობა ესეთი გადასარევი კომპანია ერთი რა კოპერი საკმაოდ ძვირად ღირებული ზეთებია იარაღის გასაწმენდად გამოგადგება ასე რომ კომპანია მეტეორს დიდი მადლობა კომპანია მეტეორს კი ბატონო მეტეორს კიდევ ერთხელ ხელები ზემოთ ავდიეთ სპარკო დავისვლა ყველაფერი აი ეგრეა იმიტომ გეუბნები ხოლმე რაღაცა წამოიღებეთ კი არ გინდა ერთი კალათის ყიდვა რა ეს კახელები რა ხართ ესეთ აი მოკლედ დანა წაიღე ხორზე გითხარი ჩამოვალმეთ აბა არ მოდიხარ ხო და ეხა მაყალიც ხო იყო საჭირო ბიჭო აბა ისე რაფერ აუ საპირი გემაღალი yes ნამდვილად ეგ არის ბატონო ბატონო ჟური რო არ ვეროდრო ორი კლასი ის შეგვიძლია წარი შეცვა მას არის არა რაღაცა შეგვიძლია კაი ეხა კაი მწვაც უხდება ხოლმე როგორ წესი კაი ღვინო მაგრამ შიშიაშვილების მარანისგან ესეთი რა ვიცი ხა შენ კახური ღვინო არ გესწავლება ხოლმე მაგრამ ნუ დააგემოვნებს მადლობა იყოს კარგია მშვენიერია ესე იგი შენ სამკაულებთან როგორ ახარ ხოლმე კარგად ხო ძალიან კარგად თან ხო კახეთში არ არის ოღონდ ვაკეში უნდა ჩამოხვიდე ხოლმე რა ვაკეში ვეიქში უნდა ჩამოხვიდე საიუველირო რომ მაღაზია პონტე ვეკიოსგან 500 ლარიანი ვაუჩერი შესაბამისად რა ვიცი არჩიე საპრიზოთ რა გინდა ბატონო და წარმომადგენელი აქ არის და დიდი მადლობა არ ვიცოდი რომელია ბატონო წარმომადგენელი გაგვიცანით ერთი ხელი აგვიქნიეთ მაინცა სადა გდე გინ აი ეგ ყოფილა მადლობა ბატონო მადლობა так ესე იგი გარდა ამისა მეგობარო კარი შადგა მოდი ბიჭო წინაზე მახსოვს ჩვენ მოგეცით ჩვენ ლუდის ვაუჩერი 100 ლარიანი თუ დააგემოვნე რა სიტყვი ლუდ აფენზე უგემრიელესია ხო და ამიტომაც ძალიან უყვარხარ ლუდ აფენს და კიდე ერთხელ 100 ლარიანი ვაუჩერი შენ ძალიან დიდი მადლობა აფენეს ბავშვი მე გაუშვი თავარი არ დაგვითრე ბიჭო ძალიან ბევრს ხოლმე რა მაგარია და შენ გამოსები თუ ჩაბარე რაციებზე კი მუშაობენ ხო ძალიან კაი მე შენ გამოსებზე გეუბნები სახელმწიფო გამოსები თუ ჩაბარები არ ჭირდება ხო დაგაგება სახელმწიფო და მე მოკითხე მაღაზია ლეგიონისგან ბათუმიდან ბაუფენგის რაციები ვა კარგია კიდევ ერთი შეხო
კაი, მოკლედ რა ვიცი. ამჯერად მე მგონი შევალსეთ რა ეს ყველაფერი. აბა მიდი თუ ბიჭი ხარ დაავლე ხელი და წაიღე ხე ეს ყველაფერი. როჩენი მიეს. მოდი მეწაგაგები შემაჩა. ბიჭო მარტო ეს უნდა წაიღო, ხო ის დანაშენი უნდა დატო. ყველაფერი დაგიწევთ. აღარ წარდებოდი. მე მადლობა ბედროს. კაი, მოკლედ ჯიგრებო დიდი მადლობა ყველას მონაწილეობისთვის. იმედი ეს რაღაცა სახალისო რაღაცა სცენაც მოაწყვეთ და მოგეწონათ ესეთი მაიმუნობა რაღაცა. ვერ წავალ იქ. ვიდექი მაშინ აქ რა ვქნა. იყო ხარ ძალიან. მოკლედ ეს იყო მეორე შეჯიბრი რაც ჩავატარეთ წელს. კიდე გველის ორი შეჯიბრი თბილისის რეგიონში და ორი გასვლითი შეჯიბრი გვექნება კიდე დამატებით. იმედია ყველაფერს მოაბავ თავს და ილოცეთ რომ ამიდმა შუას და როგორმე ზაფხული მოვიდეს ქარი აღარ იყოს შემდეგში. ყველას დიდი მადლობა წარმატებები. პირველი მონაწილე ხართ. პირველი ტურნირია თქვენთვის და როგორია განწყობა სიტუაცია როგორ მოგეწონათ? განწყობა კარგი საკმაოდ სასიამოვნო გარემო დაგხვდა. ქარმა კი შეგვიშალა ხელი ცოტა, მაგრამ გამოწვევა ეს ერთგვარი და სასიამოვნოა. მოკლედ მეგობრებო, ჩავამთავრეთ ჩვენი ტურნირი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო სპონსორებს. პირველ რიგში ჩვენს ერთგულ სპონსორს აფენის ლუც. დიდი მადლობა მინდა ასევე მოუხადო მაღაზია სნაიპერჯის, ასევე მოა გრუპს მოვიკითხავ მამუკას, ასევე მინდა ასტეკ ჯი მოვიკითხო, ძალიან დიდი მადლობა ბიჭებო გვერდში დგომისთვის. გადავალ ბათუმში ასევე მაღაზია ლეგიონი, ლევანს მოვიკითხავ, დიდი მადლობა ბიჭებო. ასევე მინდა ჯიშიაშვილების მარანი გამოვყო, რომელმაც პირველად მიიღო ჩვენ სპონსორობაში მონაწილეობა და ორმესი მადლობა შეუთვალო. ასევე ჩვენი მეგობარი სპარკო, რომელიც სამწვადე მაყლებს ამზადებს, დიდი მადლობა მინდა მოუხადო. ასევე თელავში მაღაზია იატაგანს, თავისი გვერდში დგომით. ჰიდროგრაფიკ ჯორჯია, რომელსაც შეუძლია იარაღის გაფერვა, გალამაზება. დიდი მადლობა მინდა ყველას მოუხადო და ორმესი მადლობა თქვენ მონაწილეებს, მაყურებლებს, რომ გვერდში გვიდგახართ. აირგან ჯორჯია მუდამ ამ კარგი საქმის კეთებაში იქნება ყოველთვის. დიდი მადლობა.